ძალიან დიდ მადლობა რომ მომიწვიეთ. ჩემთვისაც ძალიან უცნაური 48 საათი არ მიძინია და 48 საათიდან 12 საათი ვცეკვავდი და პირდაპირ აქ მოვედი და მასით საპასუხისმგებლო ღონისძიებაზე რომ სპიკერობა შემხვდა, რაღაც ისე ვუდგები. პროფესიით ვარ კინორეჟისორი, ასევე ვარ კომუნიკაციების მენეჯერი, დაახლოებით 10 წელზე მეტი მუშაობდი სარეკლამო სფეროში. ვარ ფონდი ელექტრონავტების წარმომადგენელი უკვე 8 წელია. 5 სატელევიზიო გადაცემის ფორმატის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი ვარ, ასევე ვარ ორი სარეკლამო კომპანიისა და აგერ ერთ მოძრაობას ხედავთ იმისი კომპანიის ვერ დავარქვი იდეის შექმნაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ძალიან ბევრი საქმეა, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრების ასეთი დევიზი არის, რომ ერთ სიტყვას მოიცავს, ეს არის ბრძოლა და მთელი ჩემი ნარატივი არის, რომ აი ვიბრძოლოთ რაღაცის წინააღმდეგ რა. მაგრამ ეს არ არის რაღაც ბრძოლა პირველობისთვის, არ არის ბრძოლა ვიღაცის დაჩაგვრისთვის, პრივილეგიების მოპოვებისთვის, ეს არის ბრძოლა სოციალურ ცვლილებებისთვის და სოციალურ ცვლილებებს პირველ რიგში საკუთარი თავიდან ვიწყებ, შემდეგ სახელმწიფოში არსებული მანკიერი სისტემებიდან და მე საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებიდან. ამიტომ არის რომ ძალიან ბევრი ადამიანი მინაწყენდება ხოლმე, როდესაც უჩნდება რომ ეს არ არის თქვათ სწორი თუ რამეს გამოხატავენ. ზოგადად არსებობს ესე წარმოდგენები, რომ ბიზნესი არ უნდა იყოს ჩართული რაღაც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე სალაპარაკოთ. არა, ესეთ მოსა რომ თვითონ შეიძლება რაღაცა კითხვის ნიშნების ქვეშ დადგეს ბიზნესი ამ პრობლემების შეექმნას, მაგრამ პირადად მე ეს არ მაიძულებს, რომ კონდეს ბიზნესიც და ამავდროულად ვიყო ჩართული ამ პროცესებში, იმიტომ რომ ჩემთვის თავარი მაინც აი ფუნდამენტური საკითხებია, რომელიც ადამიანების გარშემო ტრიალებს და რომელიც საზოგადოების გარშემო ტრიალებს. ამიტომ რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ დღევანდელი ჩემი თემა იქნება ხოლმე ბრძოლა მუდმივი და ამის შესახებ ჩემ მოსაზრებებს მოგიყვებით. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ აუცილებელია რომ ბიზნესი დგას სოციალური ცვლილებების სადარაჯოზე. ეს რას ნიშნავს? ანუ ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ეს გამოწვევები ძირითადად სოციალურ თემებს ეხება. ყველაზე დიდი პრობლემა არის სოციალური უთანასწორობა და ერთად გამოსავალს ხედავ, რომ ბიზნესმა უნდა ჩაერთოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, აი ამ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს. რადგან ბიზნესს აქვს ფინანსების, ადამიანური რესურსიც, გონდობა და რეპუტაცია, ოღონდ ეს სოციალური პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს და სოციალური აქტივობა არ უნდა იყოს მხოლოდ რაღაცა მარკეტინგული ხრიკი ან პიარსლა, ეს უნდა იყოს ძალიან გულწრფელი, გულიდან წამოსული ფუნდამენტური და რეალური ცვლილებებისთვის. მაგრამ აქ ძირითადად ქართული ბიზნეს კომპანიები სოციალურ აქტივობას მიმართავენ ძალიან ერთჯერადად და ესეთი პატარა ქველმოქმედების სახე უფრო აქვს ხოლმე, ვიდრე სისტემური ხასიათი. არადა როდესაც სოციალურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სისტემაში მოქცეული ხედვა და სტრატეგია თუ როგორ მოქმედებს საზოგადოების სასიკეთოდ. აი მაგალითად რო ავიღოთ, ალბათ წარმოუდგენელია, ასე მაგალითს მოვიყვან, მაგალითად ჩვენ ქალაქში ნადგურდება ძალიან დიდი პარკი, რომელიც ჩვენ ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე გამოდიან მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტები. და წარმოვიდგენთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ერთ-ერთი ბიზნეს კომპანია, რომელსაც ყავს 7000 დამსაქმებელი და 10-ჯერ უფრო მეტი მომხმარებელი, რომ მოუწოდოს თავის თანამშრომლებს და თავის მომხმარებლებს, რომ გამოდით, დავიცოთ ჩვენი ქალაქის ძალიან მნიშვნელოვანი პარკი, რომელსაც ანადგურებს ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, ასევე ბიზნესი და ანადგურებს გარემოს. რა თქმა უნდა, ამას არ იცავს ბიზნესი, ჯერჯერობით არ იცავს. ამის საპირისპიროდ ბიზნესი როგორ იქცევა? რაღაც
აიღებენ ენერგიებს, მიდიან ტყეში, დარგავენ, შემდეგ რაღაც Facebook-ზე გავრცელებენ, რაღაც სიუჟეტს გააკეთებენ, რომ რაღაცა ჩვენ გამოვიჩვენო კომპანიამ გამოიჩინა რაღაცა დიდი სოციალური პასუხისმგებლობა და ჩვენ ასეთი კარგი კომპანია ვართ. ამ დროს ეს ძალიან დრომოჭმული და ძალიან არაადეკვატური არის თანამედროვე სამყაროსთვის. რადგან საზოგადოებას უკვე აღარ ენდობა მსგავს აქტივობებს, ანუ ჭირდება უფრო სხვა მიდგომები და კომპანიები უნდა დაფიქრდნენ, როგორ უნდა იმოქმედო, რომ ეს იყოს უფრო გულწრფელი რამ, რასაც დაიჯერებს საზოგადოება. ანუ ეს უნდა იყოს ძალიან ისეთი პროცესი, არა თქვათ კიდევ ერთხელ ვიტყვი, არა მარკეტინგული ხრიკებისთვის და იმისთვის კომპანიამ უფრო მეტი სარგებელი მოიტან სასარგებლოდ გამოიყენოს, არამედ ეს იყოს სოციუმისთვის, სოციუმის სიკეთისთვის. ახლა გადავალ სოლიდარობაზე, რომლის კრიზისიც ძალიან დიდი არის ჩვენ ქვეყანაში. თითქოს ჩვენ არ ვართ სოლიდარული არის და ჯგუფები, რომლებიც სოციალური ჯგუფებიც კი არ არიან ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები და ბიზნესი ხო საერთოდ არ არის მოწოდების სიმაღლეზე. აქ საერთოდ არ ფასდება შრომა და როცა შრომა არ ფასდება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არ ფასდება და ადამიანი როცა არ ფასდება, ნიშნავს, რომ ადამიანს არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ სოციუმში სრულყოფილ წევრად დაიმკვიდროს თავი. არა ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობის თემის გავრცელება, ბიზნესმა ხელში აიღოს თავის თანამშრომლებთან მიდგომები ქონდეს ისეთი იყოს სოლიდარული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიები უსმენის თავის თანამშრომლებს. აქ როგორ არის ძირითადად კომპანიები, რომ მართალი რაღაცას ეუბნება და თანამშრომლებიც იმას ვიდნენ. ან ქვემოდან ამოსული ინიციატივები არასოდეს არ არის და ამ დროს როდესაც ქვემოდან მოდის ინიციატივები, ბევრად უფრო ნაყოფიერია კომპანიის მუშაობა და ბევრად უფრო დოულად იგროვდება, იმიტომ რომ мотивация აქვს იმ თანამშრომელს, რომ უფრო მეტად იმუშაოს, თქვათ, თავის სადაც მუშაობს. მოკლედ, რაც შეეხება ანუ ნებისმიერი წამოწყება თუ ჩვენ გვინდა სოციუმის განვითარება, თუ ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის განვითარება, არ უნდა იყოს მხოლოდ კონკურენციაზე დაყრდნობილი, უნდა იყოს უფრო კოლაბორაციაზე. ანუ შესაძლებელია, რომ კონკურენტმა კომპანიებმა უფრო კოლაბორაციულ რეჟიმში იმუშაონ, თუ კი ეს საზოგადოებას წაადგება და თუ კი ეს ქვეყანას წაადგება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ წარსულზე ორიენტირებულები, იმიტომ რომ მთელი ჩვენი საზოგადოების პრობლემა არის, რომ აი ჩვენ წარსული ვერ გადავიაზრებთ ეს წარსული და ალბათ ვერც გადავიაზრებთ, ამიტომ საჭიროა და უფრო მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ მომავალზე ორიენტირებული და მომავალი ვაშენოთ და რა თქმა უნდა, არ უნდა დავემორჩილოთ და არ უნდა ვიყოთ კონფორმისტულები, იმიტომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა თქვათ ახალი იდეების, ახალი შესაძლებლობებისთვის. ჩვენ ძირითადად ჩვენი ერი ყოველთვის ელოდება ვიღაც სხვა მოვა და პასუხისმგებლობას აიღებს. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება არავის არ სურს და ის ვიღაც სხვას არასდროს არ მოდის. ანუ ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც იბრძვის რეალური ცვლილებებისთვის და ეს ცოტა ადამიანი არ არის საკმარისი რეალური ფუნდამენტური ცვლილებებისთვის. ზუსტად 2 წლის წინ სოციალურ ქსელში გაჩნდა კინეს მუზარადიანი მეომარი და გაჩნდა ვიდეო რგოლი. ასე მეომრებიც ეკონე ხორუმს რა, ხორუმი როგორც ისეთ არის თავისუფლების ერთიანობის და გამარჯვების სიმბოლო და ზუსტად ეს სიმბოლო უნდა ყოფილიყო შემდეგი უნდა ყოფილიყო სიმბოლო იმ სივრცის, რომელშიც ათასობით ადამიანი გაერთიანდებოდა და ექნებოდა აი ეს სულისკვეთება. მაგრამ გაშთორა ეს ვიდეო რგოლი სოციალურ ქსელში, რომელიც იყო მაშინდელი ჩვენი მთავარი პლატფორმა, დაიწყო ესეთი კრიტიკა, რომ მარტო ქართულ ივენთ მენეჯმენტ კომპანიას შეიძლება ერქვას რაღაცა სისხლძველი ომის სახელი. ვიღაცა უწერდა, რომ ჯობდა დიდგორი დაერქვიათ, იქ უფრო მეტი ადამიანი დაიხოცა. ვიღაცა ამბობდა, ეს არის მარკეტინგული კრახია, ეს არის სუფთა ქართული მარკეტინგია და დებდნენ იმ საკომუნიკაციო ველში, რომელსაც ჩვენ
იყო ჩვენი მთავარი პლატფორმა იყო რაღაც დასაჭირებული ჯარისკაცების ფოტოებს, სისხლიან ხანჯლებს და იყო ერთი ამბავი რა თქმა უნდა მას ჩვენს გავლენა არ მოუხდენია რადგან ჩვენ ძალიან გვჯეროდა ჩვენი იდეის და ჩვენი კონცეფციის რაც სულ რაღაცას ეფუძნებოდა ეს იყო თანასწორობის, თავისუფლების, შემეცნების ფაქტ გავრცელება მაგრამ მოვიდა პირველი ღამე როგორც გვჩვევია ხოლმე რიგში დგომა არავინ არ ვიცით დადგა ძალიან დიდი რიგი აწყდა ქაოსი დაიმტვრა ჯებირები ყველას ურიგოთ უნდა შემოსვლა ეს ზუსტად მაგიტომ მოხდა რომ და აი ამ ქაოსის ფონზე ამოდის ჩემი მეგობარი და მეუბნება რომ დაბლა დაცვის წევრი ადამიანებს ცემს და მეც ჩავედი ამ ადამიანმა მეც ხელში ჩამარტყა ხო დაცვის წერვა მართალია ამ დაცვას და დაცვის კომპანიას ორი სასამართლო მოუგეთ მაგრამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ აი ესეთ დიდ ფორსირებულ შეტევებს ვეღარ ვაჩერებდით აი ასის სახელს ამართლებდეს და ხო გითხარით რომ ეს ჩეხვალეწვა არის და ის გუნდი ცოტა შეშინდა რომ რაღაც სხვანაირად ხო არ არის მეორე ღამეს ძალიან ცოტა ადამიანი მოვიდა ძალიან დიდი ფინანსური კრახი განვიცადეთ გუნდი საბოლოოდ გატყდა მეც 2 კვირა საერთოდ გარეთ გახედვა არ მინდოდა და მაშინ მივხვდი რა რთულია რაღაც კეთება ამ ქვეყანაში მივხვდი იმისა რომ სხვა რაღაცებს ვაკეთებდი ყოველს მაგრამ როცა შენი ყველაზე მნიშვნელოვანი იდეის გატანა გინდა და ამას საზოგადოებას ებრძვის იმიტომ რაღაც ისეთ სახელი ქვია ძალიან რთული იყო და ყველაფერი მაშინ დავიწყეთ თავიდან თითქოს აი ახალდაბადებულს ანუ ერთი თვის იდეას რომ თავიდან დაბადებ და ეს ჯგუფი რომელიც აქამდე გვიტევდა გამარჯვებაზე იმობდა სოციალურში იყო ესეთი ყიჟინა და მაშინ ხოლო ძალიან პატარა ჯგუფი აღმოჩნდა რომელმაც აი ამ ისტერიის ფონზე შეძლო ყოფილიყო სოლიდარული ჩვენს მიმართ და ეს ჯგუფი იყო რომელიც გვიცავდა სულ აი ეს ისტორია რამაც ბასიანი გახადა წარმატებული და ეს ადამიანები ეს პატარა ჯგუფი რომელიც ჩვენს მიმართ იყო სოლიდარული ჯეროდა ჩვენი იდეის და ჯეროდა ჩვენი წარმატების აი ზუსტად ეს ადამიანები და ეს პატარა ჯგუფი არის მიზეზი იმის რომ დღეს ეს სივრცე არის ისინი წარმატებული და აღიარებული საერთაშორისო დონეზე ამის შემდეგ ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას დავფიქრდით როგორც ისიც ამ ქვეყანაში ყველა იბრძვის პრივილეგიისთვის და ეს პრივილეგიის მოპოვება რა არის ვიღაცა თქვა ბაზარში სარგებლობს ვიღაცა რიგში უნდა რომ ურიგოს შეიძლება ვიღაცა რაღაც მომსახურებაში თანხის გადახდა არ უნდა ვიღაცა სამსახურში უნდა მოაწყო და ასე შემდეგ და ამ პრივილეგიებს და ბრძოლაში ადამიანები გარკვეული ჯგუფები იჩაგრებიან და ანუ არავის არ სურს ამის დათმობა ამიტომ როცა შენ ხედავ ამას და როცა იცი ამოსავლე ყველა ადამიანი არის თანასწორი იქ არ არსებობს რაღაცა პრივილეგირებული კლასი და ასე შემდეგ შენ აი ამ პრივილეგიისთვის მებრძოლ ადამიანებს თანასწორობა როგორც ფარი ისე უნდა აფარო და ჩვენ პირველი ასე თქვით რომ აი ეს რომ მოგწერენ და გეტყვიან რომ ვიღაც შეუშვი იმაზე ფეისბუქის გამატარე ურიგოთ შემოში ამაზე უარი გვეთქვა ზუსტად აი მან მოიტანა თანასწორობის იდეა და არ არსებობს რომ პრივილეგირებულ ჯგუფებს ქონოდეთ რაღაცა შესაძლებლობა და ის ზუსტად შეიძლება ძალიან არასწორი იყოს და თქვათ როგორ შეიძლება თანასწორობა დაიყვანო ესეთ მარტივი მომდრო რიგის ხაზი შეიძლება თანასწორობით დაავაგვან რაღაცა ჭუბლი რო აღარ მოხდეს მაგით მაგრამ ესეთი ძალიან პატარა მაგალითები და პატარა რაღაცით ხდება სამხალხო საზოგადოების მშენებლობა ის ზუსტად რიგის ხაზით იწყება რომელიც შემდეგ გადადის და ასე შემდეგ რისკი შანსი განვითარებისთვის
დავიწყებ ამაზე საუბარს. თუ არ გარისკე, შენ ვერასოდეს ვერ აშენებ მომავალს. ჩვენ ალბათ ყველას გვახსოვს 2 წლის წინ 17 მაისი, როგორ გაუსწორდა ერთი ჯგუფი ადამიანებს, რომლებიც ჰომოფობისთან ბრძოლის დღეს გამოდიოდნენ და აღნიშნავდნენ მანიფესტანტები. იმის შემდეგ 2 წელი გავიდა და ამ ადამიანებს არავინ არ აძლევს უფლებას, რომ ქუჩაში გამოდიოდნენ, უბრალოდ თქვან ძალიან მარტივი სიტყვა. მაგალითად, 2 წლის განმავლობაში თითქმის არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია განსაკუთრებით ბიზნესი არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, რომ ძალიან მარტივი სიტყვები ეთქვა, რომ უარი ჰომოფობიას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან გასაგები რამ, იმიტომ რომ საქართველოში უმრავლესობა ჰომოფობიით არიან დაავადებულები, მაგრამ თუ არ გარისკავ და თუ არ შეცვლი, ყოველთვის ეს იქნება ეს მანკიერება ყოველთვის იქნება საზოგადოებაში. და როდესაც ნახეთ, რომ წელს საერთოდ არავინ არ გამოეხმაურება ამას, ჩვენი გუნდი დასადა თქვა, რომ ჩვენი ღირებულებები სხვა ამაზე დგას, ჩვენ თანასწორობას, ტოლერანტობას და სოლიდარობას ვავრცელებთ და თუ ეხლა განცხადება არ გავაკეთეთ, საერთოდ ჩვენს მომავალს აზრი არ აქვს. და რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდ რისკთან დაკავშირებული. შეიძლება ჩვენ დაგვიკარგა ჩვენი მოძრაობის ძალიან ბევრი წევრი. ამ განცხადება გავაკეთეთ თუ არა, არც ერთი ნეგატიური კომენტარი, არც ერთი ნეგატიური პოსტი თუ გააზიარება არ ქონია. ეს იყო, რა ვიცი, დაახლოებით 179 ლაიკი, 118 და ყველა მოდა რომ ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა. ანუ უფრო მეტი მოვიგეთ ამ გარისკვით, ვიდრე წავაგეთ. სხვა შემთხვევაში კომპანიები ფიქრობენ, რომ აი ამით წავაგეთ და მომხმარებელს დავკარგავთ. ასევე იყო ჩვენგან ძალიან სარისკო რამ, როცა დავიჭერეთ თეთრი ხმაურის მოძრაობას მხარი. რა თქმა უნდა, ეს იყო რისკი, იმიტომ რომ კლუბებს ყოველთვის ადანაშაულებენ ხოლმე რაღაც რიგ საკითხებში, მაგრამ როცა იცი, რომ წელიწადში 60,000 ადამიანი გადაყავს პოლიციას, ნარკოტესტირებაზე და როცა იცი, ადამიანების სიცოცხლე ეწირება ამას, შენ არ გაქვს ვალდებული უფლება, რომ გაჩუმდე. და ზუსტად ესეთი დამოკიდებულების გამო, რაც ჩვენს კომპანიებს როდესაც მიწარმოოდნენ გააჩნია, ამან დაამარცხა ჩემს გარშემოს. მე თვითონ საცეკვაო მოედანს ესეთი ფობიები, როგორც არის ჰომოფობია, როგორც არის ჩხუბები და ასე შემდეგ აგრესია. და როდესაც არის დამარცხებული, იქ არის გამარჯვებული და გამარჯვებულია ის ჰომოფობი, რომელმაც ესენი დაძლია, გამარჯვებულია ის ადამიანიც, რომელიც პრივილეგიებისთვის იბრძოდა, მაგრამ ეხლა უკვე თანასწორობისთვის იბრძვის და გამარჯვებულები არიან ის ადამიანები, რომელიც თავში გვაკრიტიკებდნენ და ეხლა ჩვენ ერთად ცეკვავენ. დიახ, ჩვენ ყველანი ერთად სოციალურ ცვლილებებისთვის ცეკვავთ, რომ შევაჯამო, არა ჩემი საუბარი, არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროს წარმოადგენ, არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ადამიანი ხარ, აუცილებელია რომ ჩვენ ყველამ გავიაზროთ თანასწორობის, თავისუფლების, სოლიდარობის და სამართლიანობის პრინციპი და ეს ვიცით რომ მარტივად არ მოდის, ეს არ არის ბუნებრივი პროცესი. სწორედ ამიტომ არის ბრძოლა მუდმივი, სწორედ ამიტომ არის ბრძოლა საჭირო და ამიტომ ყველას მოგიწოდებთ რომ ჩაერთოთ სოციალურ აქტივობებში, სოციალურ პასუხისმგებლობა. მე მგონი ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. მადლობა ყველას.